ნახოთ მეგობრებო, რას გვიკარნახებენ დღეს. ოი, ხედავ არჩევან. ვინ არის ასეთ არჩევანზე? დედა, გოგოებო. პენტაკლების მეფე, ხმლების, კვერთხების და თქვენ თასების დედოფალი. და ახალი გზა. დედა, ვინ გაგვითხოვდება ნეტა აქედან? კარგით. ხედავთ ადამიანების პროფილს, ხო? ვიღაცა გაკვირდებოდა წავშალე საწყანა, ვიღაცა გაკვირდებოდა როგორც ჩანს. ბოლო პერიოდში იყო ადამიანი, ვინც თქვენს ცხოვრებას, შენს ცხოვრებას აკვირდებოდა, თუმცა ბოლომდე არ ამჟღავნებდა თავის ემოციებს, თითქოს ჩრდილიდან. შეხედეთ, აქაც ჩანს. თითქოს ფრთა არის, ხო? როგორც ფრინველის ან ანგელოზის, ეს ნიშნავს ცვლილებას, განთავისუფლებას, ახალი გზის დაწყებას, თქვენს ახალ ერთგვარ გარდამავალ რაღაცა ეტაპზე ხართ, როცა ძველი ტვირთის გაშვება და ახალი ენერგიების მიღება გჭირდებათ და ერთი სიტყვით თქვენ ამ ენერგიებს როგორც ჩანს მიიღებთ და აქვე ჩანს, ნახეთ რა კარგი შეხვედრა. და რა თქმა უნდა, აქ ამოვიდა საერთოდ ძალიან უცნაური რამ, ამოვიდა არჩევანი, ახალი გზა და რაღაცისგან თავისუფლდებით და მიდიხართ ახალში, როგორც ჩანს. ან ეს უბრალოდ შეიძლება იყოს მეგობრებო ცვლილება ძალიან დიდი პაუზის შემდეგ, კი ბატონო, იმიტომ რომ აქ საუბარი შედგება არასასიამოვნო ძალიან, რომელიც უბრალოდ დაალაგებს თქვენს ცხოვრებაში ყველაფერს. რეალურად შეიძლება აბსოლუტურად განთავისუფლდეთ წარსულისგან და შეხვდეთ პიროვნებას, რომელთანაც გექნებათ ახალი გზაც. როგორც ჩანს. და ორსულობად სხვათა შორის, ან უბრალოდ კარგი ენერგიებში იქნებით. თქვენს გულში საერთოდ ძალიან ბევრი დაუმთავრებელი ფიქრია, უამრავი, წრეზე ბრუნვა და დაუმთავრებელი ფიქრია. შფოთვა ემოციური სიმძიმეც ბევრია სხვათა შორის. თითქოს წარსულს ვერ უშვებთ, მაგრამ წარსული აუცილებლად უნდა გაუშვათ. ეს ფიგურა ცოტა არ მომწონს. მიუხედავად ამ ხელა პროგრესების თქვენს ცხოვრებაში და პრობლემებისა კიდევაც კი ბატონო, მაინც მეგობრებო, დაემშვიდობეთ წარსულს, ხო? თუ რაიმე წარსულიდან არ გეშვებს თქვენში, იმ ხელა პოტენციალია, დიდი გამძლეობა და ენერგიები და ძვირფასება, თქვენ ამას შეძლებთ, რომ მოინდომოთ. რამოდენიმე დღის წინ გოგო მყავდა, რომელმაც არ მიიღო გაშლა, რომელზეც ვესაუბრე, რა გაშლაც გავაკეთეთ მასთან, ეწყინა და დამბლოკა, მაგრამ თუ მზად არ ახართ და მოდიხართ იმისათვის, რომ მეკითხეთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გნებავთ, რომ იყოს, ხო, რა თქმა უნდა, მაშინ გამოხვალთ ჩემთან კონტაქტზე. ამ შემთხვევაში კიდევ აქ მიჩვენებს, რომ აუცილებლად უნდა ის დარდირა წარსულიდანაც აქვს, რომელთანაც სიმჭიდროვე აქვს, ხო? და გაანულოს და გაუშვას წაშალოს მეხსიერებიდან. ამას შეხედეთ ძვირფასებო. ხედავ ორი ერთმანეთისკენ მოტრიალებული ფიგურა. ურთიერთობის პერსპექტივას ხედავ ამ ჭიქანში. თქვენ შორის არის მაგნიტური მიზიდულობა და ეს ადამიანი ხშირად თქვენზე ფიქრობს.
ბევრთან იქნება დაპაუზებული ურთიერთობა, მაგრამ აქ მოდის წერილი მისგან. ხის ფორმის ფიგურაც ჩანს ძვირფასებო. ქვედა ნაწილში ვხედავ. ეს სიმბოლო ნიშნავს სტაბილურობას, ნაყოფიერებას. ნელა, მაგრამ მყარად მოდის მატერიალური პროგრესი თქვენს ცხოვრებაში. ზამთარი შეიძლება უფრო მოსავლიანი იყოს ვიდრე შემოდგომა სხვათა შორის. ძალიან კარგი ენერგიები გაქვთ მომავალზე. ასევე ჩანს გადაადგილებაც, გზა ჩანს. თითქოს პატარა ბილიკია, მოგზაურობა მაგალითად. ნაყოფიერი ეტაპია. გადაადგილება. შესაძლებლობას ხედავ ასევე, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის ჯერ ღია არ იყოს, მაგრამ მალე გამოჩნდება პერსპექტივები ამ ახალ გზაზეც. ვიღაცისთვის იქნება როგორც ახალი შესაძლებლობები, ესეული გზაც. ვიღაცა მტერი ცდილობს შემოვიდეს თქვენს სახლში, მეგობრებო. თქვენ მას არ უშვებთ, აღარ უშვებთ ამ მტერს. არადა ძალიან უნდა რომ მოხვდეს თქვენთან. შეიძლება მოვიდეს რაღაცა მოგიტანოს, თუ ასეთ ადამიანს ვინმეს იცნობთ, თუ ასო, ნუ ასო. გაითვალისწინეთ, რომ არაფერი არ გეჩვენებათ, ნამდვილად ადამიანი რეალურად თქვენი მტერია და შემშლელი ფაქტორია ცხოვრებაში. წარმატებები ძვირფასებო.